ნინო, თქვენ შიმშილობდით. მე შიმშილობდი იქ. რო დაგიჭირეს ეგრევე იფიქრეთ, რომ შიმშილობ. მე წინასწარ მქონდა მაგაზე ნაფიქრი. რომ რამდენი დღეც ვიჯდებოდი, ვიცოდი რომ მაქსიმუმ 2 კვირა იქნებოდა, რამდენი ხანსაც ვიჯდებოდი, ვიცოდი რომ შიმშილობდი. ეს შიმშილობა ხო ორაზროვანი პროტესტის ფორმა, ზოგი ფიქრობს, რომ ისევ შენ გაზიანებს და ამით დიდ ვერაფერს სული და თქვენ შემთხვევაში რა აი ჩემ შემთხვევაში არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც სხვა ფორმა არ გრჩება შენ პროტესტის. იმდენად უმწეო ხარ, იმდენად რასაც უნდა იმას გიშვებიან, რომ აი თვითდაზიანების გარდა პროტესტის სხვა ფორმა არ გრჩება. აქ შედის ყველაფერი იქიდან დაწყებული, აი შენი მოწოდებული წყალიც არ მინდა, შენი მოწოდებული პურიც არ, აი აქიდან დაწყებული, იმით რომ იცით რა, რომ შიმშილობ, მაინც ცოტა ისეთ ფრთხილად გეპყრობიან, როდის გახდებით ცუდად, მაინც ახლა იქ რო ხელში ვიღაცა ჩავყდეთ, არავის არ უნდა. მით უმეტეს ასაკიანი ადამიანი. ხო და გარკვეულწილად, ოღონდ აი ესე მე ვიცოდი რომ 5 დღეზე უკვე როცა დამჭირეს, ვიცოდი რომ 5 დღეზე მეტი არ მომიწევდა და მაქვს ეს შიმშილობის გარკვეულწილად, ვიცოდი რომ ეს არ იქნებოდა რაღაც დიდი სტრესი მათ შორის ფიზიკური. გარკვეული იარაღიც კი არის. რა აი შიმშილობ და რაღაც სხვანაირად გეპყრობიან. ექიმთან რაღაც უფრო ზატოფნით გაყავხარ რაღაც უფრო მართლა მაინტერესებდა აი როგორ ხდება ეს ყოფილი ადამიანი შიმშილობს იქ როგორ უვლიან თუ ხედავენ თუ რაღაც აი მესამე დღეს ექიმთანაც მოვისურვე გასვლა მოვითხოვე გამიყვანეს და პირდაპირ ესე იგი დაუსვი შეკითხა რომ თქვენ მეთქი თუ შეგატყობინეს ანგუშნელმა ექიმთან ექიმ აი ზუსტად ეს კითხვა ანგუშნელმა ექიმ ან ვინ თუ შეგატყობინეთ და თუ იცით მეთქი რომ შიმშილობ ადამიანი ზის მიყურებს რამდენიმე წამს მიყურა მერე აი ესეთი ისა და მე მეთქი არ არის პასუხი აი თუ იცით თქვენამდე თუ მოვიდა ინფორმაცია რომ მე შიმშილობ ის რეაქცია თუ შეიძლება ვინმე შემოვიდეს და დაესწროს ჩვენ საუბარს ანუ მოითხოვა ბადრაგი დაგწრებოდა არ ვიცი იმიტომ რომ უწმეყოლოდა თუ იმიტომ რომ არ დავსხმობდი თავს და აი ასეთ რეგისტრში წარიმართა ჩვენი საუბარი რაღაც მომენტში გამარზებული წამოხდი და წავედი ასე ვთქვათ ჩემს საკანში და იქიდან მესმოდა ხმამაღალი ლაპარაკი ამ ექიმის რომ რა ვქნა ეხა გავაფორმო თუ რა ვქნა თუ როგორ მოვიქცე თუ მოკლედ არ იცოდა აი ამ ჩემს სიტუაციას როგორ გამკლავებოდა მე როგორც ჩანს გააფორმეს იმიტომ რომ საღამოს მოვიდა და მომიკითხა რამე ხო არ მინდოდა და შემდეგი დღეს ექიმიც ესე მოვიდა და მომიკითხა რამე ხო და მე მიზნად არ მქონდა გართობა მიუხედავად იმისა რომ იქ შეიძლება გასართობი რაღაცებიც ამოირჩეს აი როგორც შეიძლება ვთქვათ აი ეს დეპრესიული ხაზი ამოირჩეს ასევე შეიძლება რაღაც კომიკური ხაზიც ამოირჩეს ცხოვრება ჩვეულებრივი იქაც მაგრამ ეს აი არასდროს არ უნდა დავივიწყოთ მე ყოველ შემთხვევაში არ მინდა რომ დავივიწყო რომ ეს არის იმ რეპრესიული სისტემის ნაწილი